გამარჯობა, მადლობა რომ შემოიხედეთ. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ იმ კომენტარებისთვის, რაც წინა ვიდეოს ქვეშ დატოვეთ. უკვე აღარ მეგონა რომ ვინმეს ვახსოვდი YouTube-ზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ბევრი ელოდებოდით ახალ ვიდეოს და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. დღეს მოგიყვებით მენედესების ოჯახის შესახებ. ეს ისტორია მოხდა უკვე ძალიან დიდი ხნის წინ, მაგრამ ეს თემა აქტუალური გახდა ბოლო პერიოდშიც, იმის შემდეგ, რაც Netflix-მა მათზე სერიალი გადაიღო. 1999 წლის 20 აგვისტოს Beverly Hills-ის ელიტარული დასახლება ყველას ყურადღების ქვეშ მოექცა. ამ დღეს აღმასრულებელი დირექტორი ხოსე მენედესი თავის ცოლთან, მარიასთან, იგივე კიტისთან ერთად თავისივე სახლში მკვდარი იპოვეს. წინა რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი იახტაზე ატარებდნენ დროს, სახლში დაბრუნებულებმა კი გადაწყვიტეს ფილმისთვის ეყურებინათ. ოჯახური იდილია მაშინ დაირღვა, როდესაც მათ სახლში შეცვივდნენ უცხო ადამიანები და ხოსეს 6 ცეცხლსასროლი ჭრილობა, კიტის კი 10 ჭრილობა მიაყენეს. ღამის 12 საათზე ეს ამბავი პოლიციას წყვილის ორმა შვილმა, 21 წლის ლაილმა და 18 წლის ერიკმა შეატყობინეს. ისინი სახლში ახალი დაბრუნებულები იყვნენ, როდესაც მშობლები ასეთ მდგომარეობაში იპოვეს. ზარის ხანგრძლივობისას მათ წესურად ვერც აღწერეს რა დაინახეს, მხოლოდ ყურმილში ყვიროდა ლაილი, რომ მისი მშობლები ვიღაცამ მოკლა. What's the problem? What's the problem? What's the problem? Someone killed my parents. Pardon me? Someone killed my parents. Are they still there? Yes. The people... No. Were they shot? Hey, man, dude. Were they shot? Yes. They were shot? Yes. 102 response, 722 North Elmore, Parking Street. What happened? Hey, stay down, man. I have a hysterical person on. We're trying to get screened further. Other units responding. Is the person still there? What happened? We have units around. What happened? Who shot who? I don't hear anything. I just came home. You came home and found who shot? ადგილზე მოსულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ ცოლ-ქმარი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. საერთოდ მენედესების ოჯახზე საუბრისას ჯერ მისი თავის, ხოსე მენედესის შესახებ ცოტა რამ უნდა მოგიყვეთ. ხოსე მენედესი დაიბადა კუბაზე, ჰავანაზე, ძალიან შეძლებულ ოჯახში. 16 წლის ასაკში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოვიდა საცხოვრებლად. მშობლებმა ის აქ სასწავლებლად გამოაგზავნეს, რომ თავისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. ხოსე თავიდან ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და საცხოვრებლად აქ გადმოვიდა. სადაც ის შეხვდა მარია ანდერსონს, იგივე კიტის, ყოფილ ცილამაზის დედოფალს, რომელიც მასზე ოდნავ დიდი იყო წლოვანებით და ხოსეს მსგავსად ძალიან შეძლებული ოჯახიდან მოდიოდა. 1963 წელს ისინი დაქორწინდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხოსეს სწავლისთვის ყურადღება არ მოუკლია და ცოტა ხანში ისინი ნიუ-იორკში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც ხოსემ სწავლა კვინსში განაგრძო. აქ მან ბუღალტერიის და ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომები აიღო. ხოსეს კარიერა ძალიან სწრაფად მიიწევდა წინ. მან ჯერ დაიწყო ბუღალტრად მუშაობდა კომპანია Coopers & Librashi და მალევე კომპანია Hearsts-ის დირექტორიც გახდა. მოგვიანებით კი ის კომპანია RCI Records-ში გადავიდა დირექტორად. ეს კომპანია კი თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ხმისჩამწერი კომპანია იყო იმ დროისთვის ბაზარზე. ამ დროს კიტი მასწავლებლად მუშაობდა. 1968 წელს მათ პირველი შვილი ლაილი შეეძინათ, რის შემდეგაც გადავიდნენ საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში. 2 წლის შემდეგ კი მათ მეორე შვილი ერიკი გაუჩნდათ. მათი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალიან მდიდრულად ცხოვრობდნენ. მათი ორივე შვილი პრინსტონის სკოლაში სწავლობდა, რომელიც დღესაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა არის. 1986 წელს ხოსემ კალკო Pictures-ში დაიწყო მუშაობა. იმ დროისთვის ეს კომპანია ყველაზე დინამიური კინოკომპანია იყო. 2 წლის შემდეგ მთელი ოჯახი ჰოლივუდში, კერძოდ Beverly Hills-ში გადავიდა საცხოვრებლად. მათ მეზობლად პრინცესა და ელტონ ჯონის სახლები იყო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ სტატუსს. მოკლედ მენედესების ოჯახი ძალიან პატივსაცემი იყო საზოგადოებაში. მის თავში ხოსე მენედესი იდგა და მას 2 ძალიან პერსპექტიული მემკვიდრეც ჰყავდა. მათ ჰქონდათ ყველანაირი პრივილეგია, ურთიერთობა ჰქონდათ ბევრ სხვა წარმატებულ ადამიანებთან.
ადამიანებთან და მათი მომავალიც ძალიან ფერადი და უზრუნველი ჩანდა. თქმა უნდა, იდეალური არაფერი არსებობს და არც მენედესების ოჯახი იყო გამონაკლისი, ხოსე ძალიან მკაცრი მამა იყო. ის შვილებისგან ძალიან ბევრს ითხოვდა, განსაკუთრებით იმას, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირველები ნებისმიერ საქმეში და განსაკუთრებით ეს ეხებოდა სპორტს. ის ტენისის ყველაზე ძვირადღირებულ მასწავლებლებს ქირაობდა იმისათვის, რომ ის შვილებს მიეღწიათ სრულყოფილებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. და იმ შემთხვევაში თუ ბიჭები მამისთვის სასურველ შედეგებს არ აჩვენებდნენ, ის მათ ისევე ექცეოდა, როგორც ნებისმიერ თავის დაქვემდებარებულს. საერთოდ მამას, ანუ ხოსეს, ლაილი უფრო გავდა თავისი ხასიათით, ვიდრე ერიკი. ერიკი უფრო დედის ხასიათებს გავდა, ის უფრო რბილი და მგრძნობიარე იყო. ერიკმა წარმატებას მიაღწია თავის ტენისის გუნდში და ასევე გატაცებული იყო სცენარების წერითაც. ერთ-ერთი მისი სცენარი იყო შვილზე, რომელმაც თავისი მშობლები მემკვიდრეობის გამო მოკლა. ეს სცენარი შემდეგ დედამ ანუ კიტიმ ნახა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და პირიქით ის შვილს ამ ტექსტის გადაწერაშიც კი მიეხმარა. მოზარდობის დროს ძმების გატაცება არც თუ ისე კარგი რამ აღმოჩნდა, ისინი რაც მავნებლობით იყვნენ დაკავებულები. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი მაშინ იყო, როდესაც მათ ოჯახში სტუმრად ჩამოვიდა დაიანა, მათი ბიძაშვილი. ძმებმა ის დაიჭირეს და გახადეს. დაიანა შემდეგში ამის შესახებ კიტის მოუყვა, მაგრამ კიტიმ არ დაიჯერა და თქვა, რომ მისი შვილები ამის გამკეთებლები არ იყვნენ. 1987 წელს ლაილი უნივერსიტეტში გადაწერაზე გამოიჭირეს და ამის გამო უნივერსიტეტს 1 წლით ჩამოაშორეს. ამავდროულად ძმები ვანდალიზმით და სახლების გატახვით ერთობოდნენ, რის გამოც მალევე არასრულწლოვანთა სასამართლოზე აღმოჩნდნენ. ხოსე, რომელიც სამსახურშიც და სახლშიც ერთნაირად მკაცრი იყო, ძალიან გაბრაზდა შვილების ასეთ საქციელზე. ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ იგი გაბრაზდა არა თვითონ ამ საქციელზე, არამედ იმის გამო, რომ შვილები გამოიჭირეს. სასჯელის სახით შტატმა მათ საზოგადოებრივი სამუშაოები დაავალა და ისინი ასევე ვალდებულები იყვნენ, რომ ფსიქოლოგი აეყვანათ. ამისათვის ჯერომო ასიელი შეირჩა, ის იყო იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი ფსიქოლოგი და ის შემდგომ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ძმებთან. ხოსე და კიტი აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში და შედეგებსაც ხედავდნენ და ხოსეც ამ დროისთვის ძალიან ცდილობდა, რომ შვილების მიმართ ცოტა უფრო ულმობიერი ყოფილიყო. ბიჭების ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ლაილმა ისევ განაგრძო პრინსტონში სწავლა, ერიკი კი კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა. მიუხედავად ამოჩვენებითი უკეთესობისა, ძმებმა რაღაც უფრო საშინელი ჩაიფიქრეს, ვიდრე უბრალოდ ვანდალიზმი. 1989 წლის 18 აგვისტოს ძმები სან-დიეგოში გაემგზავრნენ, სადაც 2 კალიბრიანი იარაღი იყიდეს. მეორე დღეს მათ მამამ იახტა იქირავა, სადაც მთელი დღე თავის ცოლთან ერთად გაატარა. საღამოს ცოლ-ქმარის სახლში დაბრუნდნენ და როგორც უკვე გითხარით, ფილმის ყურებას აპირებდნენ. თუმცა ფილმის ყურების განწყობა ეგრევე გაქრა, როდესაც სახლში ლაილი და ერიკი შეიჭრნენ იარაღით ხელში. ხოსემ სასიკვდილო ჭრილობა კეფის არეში მიიღო, ხოლო 5 დამატებითი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. კიტის კი 10-ჯერ ესროლეს. ამის შემდეგ ძმებმა გამოიცვალეს, შხაპი მიიღეს და გარეთ გავიდნენ. მათ იარაღები ახლო მდებარე ხეობაში გადაყარეს, ხოლო სისხლით მოსრული ტანსაცმელი კი ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ნაგვის ურნაში ჩაყარეს და შემდეგ წავიდნენ კინოთეატრში ბეტმენის საყურებლად. ბიჭები მხოლოდ კინოს ყურების შემდეგ დაბრუნდნენ სახლში, ისინი ელოდებოდნენ, რომ მათ უკვე პოლიცია დახვდებოდათ, რადგან მათ ეგონათ, რომ რომელიმე მეზობელი მაინც გაიგებდა სროლის ხმას და გამოიძახებდა მათ. თუმცა ისინი შეცდნენ, მომავალში მხოლოდ ერთი მეზობელი იტყვის, რომ რაღაც ხმა გაიგო, მაგრამ ფეირვერკის გასროლას მიამსგავსა და ყურადღება არ მიუქცევია. ლაილმა და ერიკმა გადაწყვიტეს, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა და 23:47-ზე მათ თვითონ დარეკეს პოლიციაში. ლაილი განწირული ხმით ეუბნებოდა ოპერატორს, რომ მის მშობლებს ვიღაცა ესროლა და რომ სასწრაფოდ მოსულიყვნენ მათთან სახლში. ზარის დასრულებისთანავე პოლიციის მანქანა მენედესების სახლისკენ გაემართა. მათი მოსვლისთანავე ძმები გარეთ გამოვარდნენ, მუხლებზე დაეცნენ და განწირულები ითხოვდნენ შველას. პოლიციელები სახლში შევიდნენ, სადაც მათ სისხლიანი სცენა დახვდათ. როგორც ხდება ხოლმე, ძმები განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც დაკითხვა უნდა მოეწყოთ. მათ მონაყოლში ვერცერთმა პოლიციელმა ეჭვება შეიტანა. მათ ყველამ დაუჯერა, როდესაც თქვეს, რომ გვამები სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინეს. როდესაც კითხეს, ვის შეეძლო ჩაედინეს, ძმებმა უპასუხეს, რომ შესაძლოა ეს მაფიის ნახელავი ყოფილიყო. მათი დამაჯერებლობის წყალობით ძმებმა შეძლეს და თავიდან აიცილეს ექსპერტიზა, რის მეშვეობითაც დენთის კოლის შემოწმება მოხდებოდა მათზე. და ამით დამტკიცდებოდა, რომ მათ ცოტა ხნის წინ იარაღიდან ისროლეს.
ხოსეს დაკეტეს მკვლელობამ მთელი ჰოლივუდი შეძრა და ვინაიდან ისინი იყვნენ ცნობილი სახეები, მთელი პროცესი და შემდეგში უკვე სასამართლო პროცესიც ტელევიზიებით შუქდებოდა. ყველაზე რეალურ ვერსიად ითვლებოდა ის, რომ ამ საქმეში მართლაც მაფია იყო გახვეული, ვინაიდან მაფიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი მუხლებში სროლა არის და ხოსესაც მუხლებში ჰქონდა ტყვიები ნასროლი. მოგვიანებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცოლ-ქმარს მუხლებში უკვე სიკვდილის შემდეგ ესროლეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მუხლებში სროლა მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა, იმისათვის, რომ პოლიცია შეცდომაში შეეყვანათ. ასევე დადგინდა, რომ თითოეული გასროლა ახლო დისტანციიდან მოხდა და ზუსტად ამიტომ იყვნენ გვამები ასე ძალიან დასახიჩრებულები. ცოლ-ქმრის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის დასვევის $650,000 მათ მაშულებმა ეგრევე მიიღეს. ლაილმა და ერიკმა დრო არ დაკარგეს და ეგრევე ფულის ხარჯვა დაიწყეს. ლაილმა თავისთვის ძვირადღირებული როლექსის საათი და ასევე ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. ერიკმა კი გადაწყვეტა, რომ პროფესიონალი ტენისისტი ყოფილიყო და $60,000 ინსტრუქტორს გადაუხადა, რის შემდეგაც საერთაშორისო შეჯიბრებებზე იღებდა ხოლმე მონაწილეობას. ძმების ახალი ცხოვრება სავსე იყო მოგზაურობებით ევროპასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე. ფულის ასეთ მახარჯვამ ოჯახის სახლობლები დაეჭვა, მაგრამ ისინი ვერაფერს ამბობდნენ, რადგან არ შეიძლებოდა ბრალი მოვიდოთ მხოლოდ იმისთვის, რომ შვილებმა ცხოვრება განაგრძეს. თუმცა გამომძიებლებსაც ჰქონდათ რაღაც ეჭვები და სამხილების ძებნისას ისინი ერიკის მეგობას, კრეიგ სიგნარელის დაუკავშირდნენ. გამომძიებლების გეგმა ასეთი იყო, რომ ისინი კრეიგის სხეულზე მოსასმე მოწყობილობას მიამაგრებდნენ, შემდეგ კრეიგი ერიკს სადმე ნეიტრალურ ადგილას შეხვდებოდა და ძალიან აკურატულად კითხავდა, იყო თუ არა ერიკი მშობლების სიკვდილში გარეული. მოგვიდრისას ერიკმა რა თქმა უნდა მას უარყოფითად უპასუხა და გამომძიებლების გეგმაც ჩაიშალა. მაგრამ ცოტა ხანში კრეიგის წყალობით მათ მოიპოვეს ის სცენარი, სადაც ერიკი წერდა იმ შვილზე, რომელმაც თავისი მშობლები ფულის გამო დახოცა. მკვლელობიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ძმები დუმდნენ და არანაირ კომენტარს არ აკეთებდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ერიკი განიცდიდა, ის გრძნობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადამიანი იყო და მას სინდისი ძალიან ქენჯნიდა. 31 ოქტომბერს თავის ფსიქოლოგთან საუბრისას ის მას ყველაფერში გამოუტყდა. ჯერომა ყველაფერი მოისმინა და ჩემთვის გაუგებარია რატომ, მაგრამ ის ეგრევე დაუკავშირდა ლაილს. და უამბო იმის შესახებ, რომ ერიკმა მას სიმართლე უთხრა. ლაილი ძალიან გაუბრაზდა ძმას და მათ ფსიქოლოგის კაბინეტში ძალიან სერიოზული ჭყუბიც მოუვიდათ და ამ ყველაფრის მომსწრე გახდა ჯერომას ასისტენტი. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერომამ ძმები არ განსაჯა, მან უთხრა, რომ ეს საქციელი დამახასიათებელი სოციოპათებისთვის და ამაში ძმებიც დაეთანხმდნენ. ამის შემდეგ მათი სეანსები გაგრძელდა უკვე ძმების ერთობლივი ჩართულობით და ჯერომო თითოეულ მათ სეანსს კასეტაზე იწერდა. მათი ამბავი ძალიან მალევე გამოაშკარავდა, რადგან ეს ჩანაწერები ჩაუვარდა ჯერომოს ასისტენტს ხელში და ის პოლიციაში მივიდა. ჯამში მას ხელთ 17 კასეტა ჰქონდა და იმავე დღეს პოლიციამ ლაილი დააკავა, ხოლო ერიკი არ იმყოფებოდა იმ დროისთვის სამშტატში და ის ჩამოფრენისთანავე აეროპორტში დააკავეს და ლაილმა აქ წინააღმდეგობა არც გაუწია. ძმები მენედესები ერთმანეთისგან განცალკევებით იმყოფებოდნენ და მათ გირაოს სანაცვლოდ გამოსვლაც არ შეეძლოთ. ყველა ჟურნალი, გაზეთი იყო თუ რადიოსადგური ამ ამბავზე საუბრობდა და ძმების სტატუსის და სიმპათიურობის წყალობით, როგორც ხდება ხოლმე, მათ ძალიან ბევრი ფანი გაუჩნდათ. პროკურორის ბრალდებით ძმებმა მშობლები იმისათვის მოკლეს, რომ $14 მილიონი ოდენობით მემკვიდრეობა მიეღოთ. 1990 წლის 26 მარტს ძმებმა თავისი უდანაშაულობა აღიარეს. 1993 წლის 20 მარტს დაიწყო მენედესების სასამართლო პროცესი. ისინი დეტალურად ყვებოდნენ თავიანთ საქციელზე და ყველაზე საშინელი მომენტების მოყოლასაც არ ერიდებოდნენ. მათ ყავდათ პრესტიჟული ადვოკატების გუნდი, რომელთაც ლესლი ევანსენი უწყებოდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი დამაჯერებელი არგუმენტებით. ადვოკატები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, თუ როგორ დაუნდობლად და ცუდად ექცეოდა ხოსე თავის შვილებს. ამას გარდა ისინი ყვებოდნენ, რომ ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ როგორც მამის, ასევე დედის მხრიდანაც. ლაილმა ამ ყველაფერთან ერთად ისიც თქვა, რომ მან ერთადერთხელ გაბედა, რომ მამამის შეწინააღმდეგებოდა და ამ დროსაც ხოსე მას დაემუქრა, რომ თუ კიდევ ერთხელ მსგავს გაბედავდა, ის მას მოკლავდა. ყველა მათ ჩვენებას თან ახლდა ტირილი და ემოციების გამოხატვა. მიუხედავად ძლიერი ადვოკატების
გამოსავალისა და დამაჯერებელი ჩვენებებისა ძმებ მენენდესებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ისინი დამნაშავეებად ცნეს ორი პუნქტით: განზრახ-მკვლელობა და მკვლელობისთვის შეთანხმებულად მოქმედება. ციხიდან გაქცევისგან თავისასარიდებლად ისინი ორ სხვადასხვა ციხეში განათავსეს, თუმცა მათ არასდროს შეუწყვეტიათ ერთმანეთთან კონტაქტი და მათ მომავალში რამდენჯერმე სცადეს სასჯელის გასაჩივრება, თუმცა ყველა ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა. ისინი დღესდღეობითაც ციხეში იმყოფებიან და უკვე ახლა ნოემბრის ბოლოს არის მოსმენა და შესაძლებელი არის, რომ ისინი გაათავისუფლონ. ამაზე ძალიან ბევრმა ცნობილმა სახელმ გააკეთა კომენტარი და შორის იყო კიმ კარდაშიანიც და ის აბსოლუტურად დარწმუნებული არის, რომ ძმები გათავისუფლებულები უნდა იყვნენ ციხიდან. თავიდან, როდესაც ამ ისტორიას მოვუსმინე, აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა ძმების მიმართ, მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც უფრო ჩავუღრმავდი ამ საქმეს და ძალიან ბევრი რამ წავიკითხე და ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურე მათთან დაკავშირებით, აღარც კი ვიცი, რამდენად ბოროტები არიან, ბოროტების სტანდარტული გაგებით ეს ძმები, მე რატომღაც უფრო დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს იყო ყველაზე რადიკალური ზომა, რაც მათ შეძლეს და გააკეთეს და საერთოდ სანამ ეს Netflix-ის სერიალი გამოვიდოდა და ეს თემა ესეთი პოპულარული გახდებოდა, რომ ზედაპირულად ჩანდა ყველაფერი, რომ თითქოს ძმებმა უბრალოდ ფულის გამო მოკლეს მშობლები, თუმცა როგორც შემდეგში გაირკვა, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ მათი მშობლები ნამდვილად ძალადობდნენ სექსუალურად ამ ბიჭებზე თანაც ბავშვობიდან და მათი თითოეული გამოსვლა სასამართლოშიც, არ ვიცი, ჩემთვის პირადადაც ძალიან რთული საყურებელი იყო, რადგან ჩემი აზრით შეუძლებელია ადამიანმა ითამაშო ის ემოციები, რასაც ეს ბიჭები სასამართლოზე განიცდიდნენ, რაღაცა ხელოვნურად. მიუხედავად იმისა, რომ მიდიოდა ისეთი ლაპარაკებიც, რომ თითქოს მათთან ადვოკატის სახით შედიოდა სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელი თუ როგორც ქვია, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ემოციები, რასაც ისინი ამჟღავნებენ, ხელოვნურად ძალიან რთულია, რომ ადამიანმა გამოხატო. მე არასდროს არ ვამართლებ ძალადობას და მით უმეტეს მკვლელობა როგორ შეიძლება ადამიანმა რომ გაამართლო, მაგრამ რაღაც მომენტში, როდესაც უკვე ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურე და მათი, რა ვიცი, ყველანაირი მიმიკა შევისწავლე, მგონი, მე მჯერა მათი და მჯერა, რომ ძალიან საშინელ ვითარებაში იზრდებოდნენ. სერიალი მე არ მაქვს დანახი და აბსოლუტურად არ ვეყნობი სერიალის სიუჟეტებს. მე უბრალოდ ვამბობ აი ამ სასამართლოს კადრებზე და მათ მონაყოლზე დაყრდნობით. თუ მართლა ისე იყო ყველაფერი, რაზეც ამბობენ ეს მტკიცებულებები, მათ მეტი გამოსავალი უბრალოდ არ ჰქონდათ. მათი მამის სტატუსის და გავლენის წინააღმდეგ ისინი სხვა გზით ვერ წავიდოდნენ. მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები, რომ მათ უბრალოდ ეს საჯაროდ ეთქვათ რამე და თვით დაეჯერათ და უბრალოდ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც იმ დროისთვის შეეძლოთ. არ ვიცი, რამდენად სწორად ვამბობ, საერთოდ რამდენად სწორი შეიძლება იყოს ჩემი აზრი, უბრალოდ ძალიან მეცოდებიან ეს ბიჭები და წარმოდგენაც კი არ მინდა რა გამოიარეს ბავშვობიდან ამ მშობლების ხელში. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ ჩემი პირველადი აზრი და ეხლა რასაც ვფიქრობ, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. და ძალიან მაინტერესებს ვინმე ვფიქრობთ ჩემსავით, ან თუ გაქვთ ნახე ეს ახალი სერიალი, რაც გამოვიდა Netflix-ის და მე ძალიან გამიხარდება თქვენი ლაიქი და კომენტარი და დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის.